ერთი უცხოელი ხარ, გამიგრია მხარი და მე ხარ თქვა და უკან მომყვება ნიკა. მარი დარდო. ხარი გაკაისები და მამარაკი აუღოთ. ისერი კი ახლა მოხდა შენარი დარდო. შენს უკან მოდიოდეს დაინა. ესე იგი, ხალხო რას ვაკეთებ? ჩვენ გვაქვს პიჟამა პარტია აქ, ჩემო თავში. თან თავს ხალხო ნახეთ. ამათო უხარია და ჩვენ კითხია. აბა. გონი რომ გამოვც იქნება უკვე დადებს. ო, რავი. კაი. ხვალ ლინელი გეგმა გვექნება, მაგრამ ზეგ მივდივართ დრეზდენში უკვე ხალხო. ნიკა, მიესალმე მაყურებელს. ლიზი, მიესალმე მაყურებელს. ეს მაგეშობებით კარგი. გამარჯობა. თამაი, რას ეძებ კიდე? Welcome მიესალმე ხალხს. Hello guys. Welcome to our video. We're going to Prague Language Institution. მოდი, ნიკა. ძალიან მოყვარს, რასაც ძალიან ვაფასებ და ეხლა მართლა შეიძლება ვიტირო. ამის ის რომ აი ამ ასაკში, როდესაც მეც ვიცი რა გამომივლია და ვიცი რა სირთულეებთან და რა ემოციურ სირთულეებთან იყო კავშირში და რომ ვუყურებ, რომ ზუსტად იგივე ნერვულობები აქვს და ის დამოკიდებულება არ აქვს სოციუმისგან ან მშობლებისგან, რაც უნდა გქონდეთ, იმიტომ რომ ეს გამომივლია ანალოგიური რამ. და რომ ხედავ იმას, რომ შენ გეყრდნობა ადამიანი და შენ გენდობა და დიდ პატივს გცემს, იმიტომ რომ მე ის ბავშვები მართლა ანუ აი ხარ ვიცი 10 დღე რო გავა როგორ არ უნდა მყავდნენ ესენი ანუ აი მართლა ცრემლები მომდის იმდენად შემოყვარდა იმდენად მიყვარნან იმდენად ზრუნავ და იმდენად მინდა რომ ის კი არა აი ფიზიკურად კარგად იყვნენ და იქ მოეწონათ აქ პრაღაში რაღაცები ანუ არა მართლა აი გულწრფელად აი მინდა რომ იმას რომ რაღაც ისეთი კომპლექსი აქვს რომ იმასთან ვილაპარაკო და მოდის უკვე და ხვდები რომ თქვა ის ჭირვეული ბავშვი ჩვენთან არის და სულ ლაპარაკი უნდა აი ის მაგათ რომ ერთი მოსწავლე ტირო და სულად უსწავლო თავს ემოციურად და აი მთელი 1 საათი ანუ არ შეხვიდა არ მაინტერესებს იქ შესვლა შენი ანუ მინდა რომ რა თქო შენ და იმ ცხოვრებას რაღაცას უშიარებ და იმას მოვიდა ლაპარაკები რომ ესეა ცხოვრებას ესე შეხედა ესე გააკეთე არ ინერვიულ არა ყველაფერი იქნება ძალიან კარგად და იმ ხელ პასუხისმგებლობას ემოციებს ვსვამ მე რომ და მე ვეხუტებოდი და აი მართლა ძალიან მიყვარდა იმდენად ვაფასებ ხალხს აი ამ ბავშვებს მე არ ვიცი გუჟი ჩემო თავში ამოვიდნენ მოდი ანუ შეიძლება თან მას რომ ეძახიან აი გიჟდები ისეთი სრდილობიანები ისეთი განათლებულები ისეთი კარგები ისეთ მომავალზე ისეთ რაღაცებზე ნერვულობენ როგორც აი მომავალი და მარტო დარჩენა და აი ჩვენი შიშები და აი ისეთი სიღრმისეული ხალხი არის რომ არ ვიცი და მართლა აი არ ვიცი რაღაცა მოწოდებით მომასწავლებლო მომენტორო რაღაც ვარა აი მოფსიქოლოგო და მგონია რომ რაღაცა მაგაში უნდა ვიპოვო ჩემთან იმიტომ რომ ეგ გამომდის ეგ შემიძლია მე მაგაში ვეხმარები ხალხს და მართლა ძალიან მინდა რომ ეს არ დაიკარგოს იმ ხელა პატივისცემას ვხსოვ იმ ხელას რომ ვიცი რომ მე არ გადამახტებიან შეუძლიათ მომატყუონ შეუძლიათ გავიდნენ რაღაც გააფუჭონ მართლა იმ ხელა პატივისცემას ვხსოვ რომ დავიმსახურებ მათგან რომ აი არ ვიცი მთელი ცხოვრება გამყვება მე ამ ემოციებს რაც ვხსოვ და ჯერ მესამე დღე არის
მინდა ბიბიკო. ხალხო. Bless you. მადლობა. როგორ ვართ იცი? განწირულები. აძერ დგება. მე არ მეძინა მაინც ამიტომ. დღეს კარგად აიძინო. ვართ დრეზდენში. გამოდი. მოდი დრეზდენში. შემდეგ რა ფოტოები? შოპინგი. კარგი, მე მინდა რომ ქალაქი დავათვალიერო. ფიქჩურის ადგილები ვნახოთ, რომ ფოტოები გადაგიღოთ და მოვში შევიდეთ და გამოვიდეთ. ნიკა, ხილად ნიკა. ხილად. ნიკა, ვარიხადე. ესე იგი, Bangladesh, right? It's not India. That is Moldova. Don't say India. Yeah. They love to drink. Let's go. I This is love. Me too. I Uzbekistan. love drink. Bro, tonight come my room. This is Kazakhstan. Yeah, we're going country by country. This is Kazakhstan. She's very beautiful. The She's most a model. beautiful girl in Kazakhstan. Yeah, patara flirtavit. Lisa. Hi. Ukraine, right? Yeah. We have Guyana. Hola. Ooh. Kazakhstan, right? Yes. საათია. დავამზადებთ რომ მიუნხენში წავიდეთ. 5 საათიანი გზა გვაქვს, ახლა წავედი ბავშვები კი გავაღვიძე ყველა ისე. მაგრამ მოკლედ მიუნხენში ვართ. დაიღალა ეს ამოხდა სული. აი შაუჯი ძრიდა ვაგიტო ვიჯო ეს რა ქოჩური რო გაგდა ეს რო ჩარჯი პეტროვიჩეს ავშო დადიხარ მაგისტრალი. ეს სტელია. ეს რო დაბაჭბოჭებ თუ ეს გარაბრი. ძალიან კაი ექსპერიენსი არის, აი ძალიან კარგი გამოცდილება არის. ახლა რაც მე ვიგზენე და რა ემოციებიც მე მივიღე. არ ვიცი ეს მგონი რომ ანუ დედა რასაც გზნობს დაახლოებით ანუ 15% მაინც რაღაცები ვიგზენე და ძალიან მიყვარს. აი
შენ ხო ბავშვებზე გიჟდებოდი, მაგრამ ახალგაზრდებზე ხო გიჟდებოდი და ხო მადარდებენ და ხო მაღელვებენ და ხო ყოველთვის მაინტერესებენ. არა, sorry, მაგრამ და იარო ძალიან მინდა რომ კარგად იყვნენ და მინდა რომ იქ გარდამტეხი მომენტი იყო ყოველ ცხოვრებაში. Hello girls. Hi. Tell me the word. Castle, but I don't remember which The names. castle. But it's going to be wow. მოკლედ აქ ვიდევ ჩვენი ისი და უცებ ნიკა. ესენი არიან ჩემი სიყვარულიკოები. ჩემი წიწილები ხართ თქვენ. Wait. Hi. It's your vlog. It's like diaries that I make those videos to just save my memories and then watch later. It's just for me. I mean, I am not trying to get popular or like influence. I'm not an influencer. I get it. Yeah, that's the idea. Okay, რაღაცებს დავგიგმოთ, რომ თქვა რა პროფესია გვია დაახლოებით რაღაცებს დავგიგმოთ, მაგრამ აი ესეთ რაღაცებს ვერ დაგეგმო. ანუ ესეთ random სპონტანურ მომენტებს ვერ დაგეგმო. ეგ არის ცხოვრების ხიბლი, არასდროს იცი რა მოხდება. და ყოველთვის რაღაც ეს ბოლო რამდენიმე წელია გააზრებული მაქვს, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოკვდე, რომელიც არ მაშინებს საერთოდ. პირიქით ძალიან მაგარ мотивაციას მაძლევს და მუხტავს, რომ ანუ ამ წავს რაც არის მოცემულობა, იმით ვიცხოვრო, იმიტომ რომ შეიძლება უბრალოდ აღარ იყოს. ძალიან მიყვარს ცხოვრება. ძალიან დიდი მადლობა ცხოვრებას. ცხოვრება თუ გიყვარს, ცხოვრება დაგანახავს მართლა უფრო მეტი. საბაბს და მიზეზს თუ რატომ უნდა გიყვარეს უფრო ძალიან. მადლობა. თავს მადლების ცნობა უნდა მოუყვა. რაც უფრო მადლი ხარ, მგონია რომ უფრო ანუ მგონია რომ მადლიერების გზობას ყველაზე დიდი ვიბრაცია და ყველაზე მაღალ ტალღაზეა და ყველაფერი კარგს მადლობს იზიდა ალბათ. ავიც. Come here.